მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ვიღაცებს გონიათ რომ აი ეს მარგინალი ძალები, აი ეს ფემინისტკა ქალები, აი ეს გაურკვეველი ტიპის ქალი და კაცი რო ვერ გაიგებ ვინ არის, რო გამორბია რუსთაველზე, აი ვიღაცას გონია რომ როგორ ხა ამათ უკან ამერიკა როგორ იდგება და ვინ უნდა ვის უკან უნდა დადგეს აბა ამერიკა ხა ნორმალურ ძალაზე ვერ გააკეთებს დასაყრდეს იმიტომ რომ ვერ მოაწერს ხელს ნორმალური ადამიანი საქართველოს დაღუპვაზე ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ძალაუფლება და არა ძალაუფლების ცენტრში მდგარი ნაბიჯურები მთელი აღმოსავლეთი ეწევა მოსაწევს იმისთვის რომ მესამე თვალი გაეძლება თქვენ მესამე თვალს ტრაქში გვტენით ბოლო ამ ატრულებს რომ დაერხეთ სახელმწიფომ რომ გაწიროს და გაუშვას რაღაც დედის ტუნაში და დაერხეთ შეიძლება ისკში გავიყვიზეთ უცბად ყნეობაში მე თქვენთან ერთად ვიდგები ბოლომდე და დედა მოუთხმათ ამ ბნელებს მე ვარ ხატვარი ხათუნა გოგევაშვილი ასოცირებული პროფესორი ორი არც სტუდია მაქვს გუში ჩემი შვილი დაარბიეს და ჩემი შვილის მანქანა დააბდრიეს ამ დედა მანქანულებმა დედებო და მამებო შემოგვიერთვით შვილებს გაუერთიანდით დარლივიყოთ მანქანა თვალას კარგის ტრაკები და ამიტომ ნახულებენ ასეთ იდიოტებს და ასეთ ნაძირლებს მოღალატეები რომლებიც არიან აი ესეთები არიან მოღალატეები და ნუ გაქვთ თქვენ წარმოდგენა დიდი ისეთი რომ აი როგორ და ჩვეულებრივად ამაზე აკეთებს აქციებს ვინც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება გინდათ პარტია იქნება გინდათ ცალკეული პიროვნებები მათ წინააღმდეგ იქნებიან ყოველთვის ფულსაც მიცემენ ხელსაც შეუწყობენ და ყველანაირად დაეხმარებიან მათ ვინც მათ ინტერესებს გაატარებს და შეასრულებს იმით, რაც მათ სურს პოლიტიკისთვის ძალიან უბრალო რამეა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. პაվել ჰარჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩად 2022 წლის სექტემბერში მოავლინეს. მაშინ როცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 7 თვის გაჩაღებული იყო. 21 საუკუნის ყველაზე სისხლიანი სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ უკრაინისა და მისი ხალხის მიერ გაღებულ მსხვერპლად. ლიბერალურ ფაშისტურ იდეოლოგიაზე მდგარი ევროპის და მისი მმართველი პოლიტიკური ელიტის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მთავარი მიზნის აღსრულებად უნდა მივიჩნიოთ გლობალური ომის პარტიის მესეურების მიერ რუსეთთან წამოწყებული დიდი გეოპოლიტიკური თამაში. ნატოს გაფართოების თემა, საკითხი, რომელშიც დასავლეთის მსხვილმოთამაშე ქვეყნებს საკუთარი სარგებელი უნდა ენახათ. იმ ქვეყნებს კი, რომელთათვისაც თითქოს ევროკავშირის და ნატოს კარიხი არჩებოდა, ევროპის უსაფრთხოებისთვის დიდი მსხვერპლი უნდა გაეღოთ. თავარი ეს არის ის, რომ დიპლომატი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ბატონმა ჰერჩინსკი ვითომ ეს იცის განაცხადა რომ მე იმ კითხვაზე რომელიც არ აწყობდა რომელსაც პასუხი არ აწყობდა განაცხადა რომ მე არ ვერევი ქვეყნის შიდა საქმე თურმე წოდნია რომ არ უნდა ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში მაგრამ იმავე წუთას დაარღვია ეს პრინციპი და განაცხადა რომ აი სანქციები უნდა დაწესდეს მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გთხოვთ მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას მისი ყველა უფლება იმედი მაქვს საერთოდ არ დამტკიცდება ეს კანონი ან თუ დამტკიცდება იქნება სრულიად განსხვავებული ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილი შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა. ელჩერჩინსკის რეალურად სხვა მიზნები რომ ამოწრავებდა ეს მალევე გაირკვა. მას შემდეგ რაც საქართველომ გლობალურ ომის პარტიას სცენარი გაუფუჭა.
უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. გამჭვირვალობის კანონის დაინიცირებით ქვეყნის შიგნით ომის მოსურნე დასავლეთის მარიონეტული ძალების აქტიური მხილება დაიწყო და წარმატებით გაუმკლავდა რადიკალების აქციების მაიდანიზაციის მცდელობას, რომლის აღსრულებაშიც უკრაინის მსგავსად საქართველოშიც ევროპელი პოლიტიკოსები პირადადაც იყვნენ ჩართული. ევროკავშირის ელჩი მის დამსაქმებლებთან ერთად, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციაზე იღებდნენ. ევროკავშირში გაწევრიანების თემა საქართველოს მოსახლეობის და მმართველი პოლიტიკური ძალის შანტაჟისთვის იყენებდა. იგივე გრძელდება დღესაც. მუქარა და ზეწოლა, რომელსაც დროდადრო პაվել ჰერჩინსკი პირადად აჟღერებს. ელჩი, რომელიც საქართველოში დანიშნამდე ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორად ხელმძღვანელობდა. დავიწყებდი პასუხს იმით, რომ როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელშია. ამაზე მეტი აღიარება რა გინდა, რომ ანუ უკრაინაში ომი თურმე უკრაინისთვის კი არ არის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის არის. პირდაპირ აღიარა კუბილიუსმა, ხო, ამ განცხადებით, რომ თუ კი უკრაინაში იქნება მშვიდობა, მაშინ პრობლემა ექნება მერე ევროპას. სხვათა შორის დანიის პრემიერმაც იგივე თქვა და არაერთმა ელჩმა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პირდაპირ თქვა. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების ლიდერები ამას ამბობენ და ევროპის ქვეყნების ელჩი საქართველოში პირდაპირ გეუბნება, რომ ხმამიაც ისეთ პარტიას, რომელიც მერე ჩვენ რასაც ვეთქვით, იმას გააკეთებს. აი ეს არის ის რეალობა, სამწუხარო რეალობა, რაც არის ჩვენი და ევროკავშირის ელჩთან ურთიერთობა. რა უფრო აღელვებს დღეს ბრიუსელის ხვაწმოსილ კადრს პაվել ჰერჩინსკის. ევროკავშირის უსაფრთხოება, თავდაცვა, კრიზისებზე ევროპის რეაგირება და ამ ჭრილში რუსეთისთვის მეტი პრობლემის შექმნა, თუ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და მისი სტაბილური განვითარება. კითხვა რიტორიკულია და პასუხი ყველასთვის გასაგები. რადგან დღეს ევრობიუროკრატია რუსეთთან დიდი ომისთვის ემზადება, მთელი დანარჩენი მსოფლიო კი ამ ომის დასრულებისთვის იბრძვის. ვინ არის კომისარი თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის ეხლა, ხო? ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი ბატონი კუბილიუსი. ხო, გამოვიდა და რა თქვა პირდაპირ, რომ პირდაპირ თქვა, რომ არ აწყობს ევროპას ომის დამთავრება, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი არახს დააგროვებს და აწარმოებს რუსეთი და მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება, ეს კუბილიუსის სიტყვებია, რომ შემდეგ შეუტიოს ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ხო? თვითონ ლიტვას წარმოადგენს ბატონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ოღონდ თავიდან თვითონ მოიშოროს საფრთხე. აი სხვისი ხელით ომის წარმოება და იქ იარაღის გამოყენება და იმიაღების გახარჯვა, ასე თქვა და მე ახალი იარაღის მიწოდება, ეს ყველაფერი ერთად ესეთი ჯაჭვია მათი სურვილის და შემდეგ ჰერჩინსკის ასეთი ქცევა დღეს საქართველოში. არ მიკვირს და მეორესაც გეტყვით, მეორე მიზეზს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ლიბერალ ტირე გლობალისტების. მათი აღზრდა, განათლება, მათი აზროვნების წესი ისეთია, რომ აი ესეთ პოზიციაზე უნდა იდგნენ, როგორ პოზიციასაც ახლა გამოხატავ. იმისათვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. ელჩიმის მოკავშირე ოპოზიციასთან და მდიდარ NGO კლანთან ერთად აშკარად უკმაყოფილოა ქართულ სამართალდამცველთა მუშაობით, რომელთა ძალისხმევითაც ქვეყანაში მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში რამდენჯერ მიაღიკვეთა სახელმწიფო გადატრიალების და ძალაუფლების იმ პოლიტიკური ძალის ხელში გადასვლის მცდელობა, რომელიც 9 წელის სისხლით, ძალადობით და ტოტალური უსამართლობით ანადგურებდა ქვეყანას, თან უსიტყვოდ ასრულებდა გარე დირექტივებს და დღესაც მზადაა იგივე როლი იკისროს. 2008 წლის აგვისტოს ომი გაიმეოროს. სწორედ ამიტომაა იმედგაცრუებული ომის მოსურნე დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ხელდასმული ელჩი. რადიკალურ ოპოზიციასთან და კიდევ რამდენიმე ევროპელ დიპლომატთან სინქრონში, ამიტომ ცდილობს სახელმწიფოს დასაყრდენის, პოლიციის დისკრედიტაციას. ამავე სისტემის თუ სხვა მმართველი რგოლების წარმომადგენელთა შანტაჟს სანქციებით, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: გააძლიეროს Deep State-ისა და გლობალური ომის პარტიისთვის მისაღები დესტრუქციული ანტიეროვნული ძალები საქართველოში, რომლებიც მზად არიან ხვალვე ჩაეთრიონ საქართველოს ომში, რომელმაც მიწასთან გაასწორა უკრაინა.
რატომ უნდათ მათ ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება, ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოება მსჯელობს და ეს იწვევს ბუნებრივია საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას და ასევე იწვევდა ყოველ შემთხვევაში აქამდე ამერიკული ბიუროკრატიის დისკრედიტაციას. ამ კუთხით არის ჩვენთვის ეს ყველაფერი პრობლემა. როდესაც ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული მოვლენა. პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას. ელჩი ამ განცხადების ცდილობს ხელი შეუშალოს ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირების აღსრულებას და გადაარჩინოს პარტია, რომელიც დასახდენ ძალას წარმოადგენს საქართველოში ომის მოსურნე ძალებისთვის. ჰერშინსკის წერილობით მიმართეთ და ვთხოვეთ ეპასუხა, რატომ არის წინააღმდეგი აიგზალოს პარტია, რომელსაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იცნობს როგორც სააკაშვილის რეჟიმს და რომლის მიერ ჩადენილი დანაშაულებიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილი არაერთი განაჩენით დასტურდება. რატომ არის მისთვის არადემოკრატიული ასეთი დანაშაულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვა და რატომ არის დემოკრატიული მაგალითად ევროკავშირის რიგ წევრ თუ კანდიდატ სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, მოლდოვაში, უკრაინაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ან მისი მცდელობა. დაცდება თუ არა მისი განცხადებები დიპლომატიური საქმიანობის ჩარჩოებს, როცა საჯაროდ ოცნებობს იმ დღეზე, როცა საქართველოს დაასანქცირებენ. ამ კითხვებზე ელჩისგან პასუხები ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ კარგად ვიცით რა ხდება მოლდოვაში, რომ საერთოდ ოპოზიცია აღარ არსებობს იქ, ვინც იყო და მეტნაკლებად პოპულარული ადამიანი დაიჭირეს საერთოდ. საერთოდ ყველა გააოქმეს, ისევე როგორც უკრაინაში პარტია არ არსებობს გარდა ერთისა. გასაგებია იქ საომარი მოქმედებებია, მაგრამ ამასთან ერთად არის საკმაოდ რადიკალურად უხეში დამოკიდებულება მაგალითად ცალკეული ევროპული ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ, რომლებსაც არ უნდათ მოახდინონ იმპორტირება უკრაინული პროდუქციისა, რათა ადგილობრივ პროდუქციას არ შეეშალოს ხელი და ამ თემამ ახლა წამოიწია. ახლა კიდევ ტარიფებზე დაიწყეს ლაპარაკი. ანუ ესე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი უკრაინელი ხალხი კი არ ენაღლებათ. უშველებელი ჯაჭვია ეს ერთმანეთზე გადახლართული მოვლენების, თემების, დამოკიდებულებების, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი სეგმენტია აი ეს ელჩების ესეთი უკმეხი ქცევა საქართველოში. საქართველოში პროცესების დესტაბილიზაციისთვის ბრძოლა გრძელდება. ამჯერად ელჩების აქტიური ჩართულობით. ეს იმის ფონზე, როცა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში გრანტი გადასცა ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგ გიორგი კანდელაკს. რევოლუციონერთა ორგანიზაცია კანვასის სკანდალური ტრენინგების მონაწილე გოგი ბერიძეს და ნაცმოძრაობის წევრ ხვადაგიანს. თითქოს ტურისტული მარშრუტების შესადგენად. სავარაუდო ტურისტული ან წლევანდელი მოსალოდნელი მოსავლის თემის განსახილულად შეხვდა გერმანიის ელჩი რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში NGO სექტორის აქტივის წევრებს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ ელჩი გააღიზიანა და პასუხებს რომ გაქცეოდა, ჟურნალისტებთან კითხვების დასმა დაიწყო. არა, მე მაქვს თქვენთან კითხვა. რატომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ მე ინსტრუქციებს ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას? რადგან ეს ინფორმაცია ყავია და მე თქვენ გიწვევთ, ვიწვევ ტელეკომპანია იმედს დაამტკიცოს, რომ მე ოპოზიციას ინსტრუქციებს ნამდვილად ვაძლევ. თქვა და შეიძლება პირდაპირ თქვა, რომ ეს არის საბჭოური მიდგომა, როცა თურმე იგრძელება იმ ორგანიზაციის კრიტიკა, რომლის წევრობა გინდა, რომლის წევრობისთვის შენ ძალიან ბევრი რამე გააკეთე და თურმე შენ კარამხოლოდ უნდა მოერგო იმ თამაშის წესებს, რასაც გეუბნებიან, არამედ არც კი უნდა იკითხო. შეიძლება რომ რომელიმე წესი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია, შეიცვალოს, ან რომელიღაცა წესი და რაღაცა კანონი, რომელიც შენთვის მიუღებელია, შენზე არ გავრცელდეს. ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედით ნაბიჯები გადადგას დიპლომატიური კორპუსის რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია ამ ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს. ქართული ხალხის არჩევანს ვერავინ ვერ გადააბიჯებს. ეს მცდელობა იყო, ნახეთ რამხელა წნეხი იყო ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან, ზოგიერთი ელჩისგან, მათ შორის ჩვენს ქვეყნის შიგნით, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში და უნდოდათ რომ ელჩების მართული ხელისუფლება ყოფილიყო, მაგრამ ხალხმა თქვა რომ
საქართველოს ხელისუფლება იქნება ხალხის მიერ არჩეული და ხალხის არჩევანს ვერავინ ვერ გადააბიჯებს. ქართულმა ხალხმა და მისი უმრავლესობის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ აქამდე არსებულ ყველა გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი. მიუხედავად შანტაჟისა, მუქარისა და დიდი დაბკოლებებისა აგრძელებს ცხოვრებას სუვერენულ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში, რომლის მომავალსაც ქართველი ხალხი განსაზღვრავს და არარადიკალების გარე პატრონები. ესენი არიან საქართველოს მოღალატეები, რომლებიც LGBT დროში დაფთიანებულები დარბიან. ნებისმიერი კოცი, ადამიანი, რომლებიც გაგვიმწარეს ახალგაზრდობის წლები, სტუდენტობის წლები, დაგვარბიეს ყველანაირად ციკლქვეშ გაგვიგდეს და საფუძვლები დაგვიმტვიეს, აუცილებლად სადაც ვნახავთ, ყველგან გავაგებინებთ, რომ ისინი არიან რუსეთის მონები, ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი მონები და აუცილებლად ყველგან ვიტყვით ხმამაღლა, რაც შეიძლება რომ თავისუფლება რეჟიმის თქვებს. აი ეს გაუნათლებელი ადამიანი, მე არ ვიცი ვინ არის ეს საერთოდ რა სუბიექტია. მივარდება ხან ვიღაცას შეურაცხყოფს, ხან ვიღაცას და რატო არ არის ეს ადამიანი ციხეში ამდენი ხანი. რაღაცა ბავშვის გამომეტყველება აქვს, მაგრამ რა შუაშია? ბავშვი არ არის, არის სრულწლოვანი. მიაბძანეთ ციხეში, რამდენ საპატიობთ ხელისუფლებას მინდა მივმართო აი ამას. მიუვარდა იმ დღეს მარიამ ლაშხს დეპუტატს და შეურაცხყოფა მიაყენა. შეიძლება ხალხო ესეთი რაღაც ავადენი ვით და აი ესენი არის აი ამერიკული პოლიტიკის გამტარებლები არიან აი ეს ხალხი. ესენი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ვიღაცა აქტივისტი იყო. აი ხა ეს ვიღაც ქალბატონი, რომელიც არის ვითომ რაღაცა ხელოვანი მსახიობი, ესეც ნახეთ აგერ. ჩვენ ამას არ დავთმობთ, ჩვენ არ დავთმობთ დოის, გამორიცხულია და არ იმუშავებთ არავისთან დოის გარეშე, ჩვენ გავაგრძელებთ აქ მუშაობას, დოი დარჩება ამ თეატრში. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი. People's Art Theatre არის როგორც რუსთაველის თეატრი, ისე ბეიჯინგში. ჩვენეთი არის კომუნისტური ქვეყანა. წავედი, მიწვევით სპექტაკლი უნდა გავაკეთო. მოიყავთ ერთი კიდე, რომელმაც ჩინეთში, კომუნისტურ ჩინეთში გადაინაცვლა. მაინტერესებს ერთი, ეხა კიდე ფიქრობთ დოიზე რომ არ უნდა დოი წავიდა თვითონ და თქვენ წახვალთ. არის ესეთი ქალბატონი კიდე მარიამ ნაკანი, რომელიც ესეთია უნივერსიტეტი არის ალტე. აი ამერიკული რაღაც გარკვეული დახმარებით შექმნილი უნივერსიტეტები მოქმედებს დღეს ბევრი და აი ეხლა ეს ქალბატონი რო ლექციაზე შევა, წარმოგიდგენთ და ეს რო ბავშვებს ლექციას კიდე კარგად არის ჩვენი ახალგაზრდობის საქმე მეგობრებო. აი იმიტომ მოდის ახალგაზრდობის ნაწილი გაუნათლებელი, უზრდელი. აი ეს რო გეყოლება ლექტორად ეხლა. ყლები რო ხარ და იმდა მესჩადები რო ხარ და მაგის ლავაზი ჩასაცველებზე და მაგის ყლეობა ტუფლებზე რო გიდგებათ თქვებართლა. აი უკანალებო თქვენ და რო იცავთ ოცნებას და ის ყლეები კიდე სნობები ვინა ბომონდი კი არა თქვენ ვაფშე თქვენ ვაფშე რა ქვიათ იცი შმორები ვია შმორებო ი ომი გინდა აბა ომი გინდა კი ომი მინდა ყლეო ომი მირჩევნია იმას რასაც ეხლა ეს ყლე ტერორისტული დაჯგუფობა აკეთებს და რო გვარურუსებენ ეს აი ეს არის ლექტორი უნივერსიტეტი ალტესი. ეს რო ლექციაზე შევა ესა. პირში კანალიზაციის მილიავს გახეთქილი და ფეკალიები გადმოდის პირიდან. ქალი, ქართველი ქალი რო ასე იმეტყველებს რა. ეხლა ამაზე რო თქვა რაღაცა, მე ქალთა მიმარჯალადობად ჩაგითვლია. ეს ქალი არის ეხლა. ეს არის ცხოველი რა გეუნებით რა. ეს არის ცხოველიც არ იკადრებს კიდე ამას. ეს საერთოდ რა არსება? რუსეთს აგინებენ და თან იგინებიან ილანძღებენ. შეიძლება არ მოგწონს რუსეთი, მაგრამ ესე შეიძლება. აი ესეთი ქართველი ქალის სახე, ქართველი ქალის გადაგვარება მოახდინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ანდა ეხლა ეს აიღეთ, აგერ აი ეს ქალბატონი, ნახეთ როგორ მეტყველებენ. აი ნახეთ, შეხედეთ მეგობრებო. მიშლიდა, ხალხს მიშლიდა, როცა დაკვირდებოდი არჩევნებს. ეს ნაძირავა ქვეყნის მონა. შენ ნაძირავა. შენი სახელი და გვარიც Facebook-ით. და ოდესმე პასუხს აგებ და ციხეში ჩაგიდები მაგის. როგორც მიშლიდი ხალხს დაკვირვებაში. შენ ნაძირავა ქვეყნის გამყიდვა ვაგროგოდ გახარ. შეიკრიბეთ რომ აცულებს მაგილი არ მივაგოთ. მაგის შეიკრიბეთ რომ ჩვენ დაგვიწყოთ. ეს რო ვინმეს ოჯახში შევიდეს.
მე ვიღაც კაც თავის ქმარმა ვერ მოითმინოს ამისი ესეთი ფეკალიების თქვევა, იმ კაც დაიჭერენ. ამიტომ ვიძახი 80% კაცების ციხეში როზია. აი ესეთი ბოდიში და საშინელი ქალები რო არსებობენ, იმიტომ არის კაცები ზოგი ვერ ითმეს ამას. ეს შეიძლება სახში შეუშვა ეხლა. ეს არის ძაღლი, დააბიქა ხესთან და იყეფოს უნდა. ქოფაკი ძაღლები. ქართველი ქალების დიდი ნაწილი ამერიკამ აქცია ქოფაკ ძაღლებად. გადააგვარეს ქალი, გადააგვარეს კაცი, გადააგვარეს ბავშვი, ამერიკა მოახდინა საქართველოს სულიერი განადგურება. მარტო ახალგაზრდებს კი არა, კაცო, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ყველასთვის სათაყვანებელი ხელოვანი იყო და მასზე, რა ვიცი, ძალიან დიდი წარმოდგენისა ვიყავით ყველა. რა გააკეთა? დგას ამ ბოდიში და გეი აქტივისტებს ჩვენ გვაქვს მეტი ლეგიტიმაცია ხალხ. როდესაც ქვეყანაში არ არის მთავრობა, ხალხმა უნდა შექმნას მთავრობა. ჩვენ მთავრობა დღეს არ აქვს. დღეს გვაქვს სადამსჯელო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება პრობლემა შეუქმნას ყველას გარშემო. ჯარიმები იქნება, ცემები იქნება, ქალებს დაძდევენ, ურტყავენ, აგერ იჭერენ პოლიტიკოსებს, ყველაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ მართონ ქვეყანას სწორი მიმართულებით. და ეს 35 წელი, სადაც მიდიოდით ევროპისკენ, გადაკეტეს გზა, გადახერგეს. ვიღაცამ ხო უნდა გახსნას ისევ ეს გზა. ვინ უნდა გახსნას? 85% ჩვენი მაცხოვრებლებისას მოქალაქეებისას უნდა დასავლეთი. ვინ უნდა გახსნას? თუ არა ჩვენ, რას უნდა დაველოდოთ? რომ ბიზნესმენის მოვა კაი აზრი და კარგად გაიღვიძებს სულ სიზმარს არ ნახავს, ამას დაველოდოთ. ამის დალოდების დროც არ აქვს და არც სურვილი არც ერთს. ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში ძალაუფლება. ძალაუფლება ავიღოთ აი ასეთი გზით. სხვა გზას მე ვერ ვხედავ. და სხვა შორის ეს მე მგონი რომ ძალიან ლოგიკურია ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც არაფერი არ კეთდება სასიკეთო, ვიღაცამ სასიკეთო უნდა გააკეთოს და ეს ჯგუფი პირველზე იყო ძალიან მოგზაურებული და შეხვედრა მარტო პოლიტიკურ პარტიებთან, შემდეგ მოგვიმატა ხალხი, დღეს კიდევ უფრო მეტი მოგვიმატა, შემდეგ 4 შაბათს აგვაქვს ახლა შემდეგ შეხვედრა, ჩვენ კიდე მოგვიმატება და უკვე დავსახავთ გეგმას ზუსტად როგორ ვიქცევით თარიღების მიხედვით. მე მგონი ძალიან კარგ ტემპებით მიდივართ, ძალიან კარგი. კაცი სააკაშვილის დროს ხმას არ იღებდა, მართლა დიქტატურა რო იყო ქვეყანაში. დღეს გამობძანდა და ესე იქცევა. გამსახურდიას დროს ჩამოგდებაზე ვითომ ზვიადის უჭერდა ერთი სიტყვა არ უთქვა. ყოველთვის იყო არასწორ პოზიციაზე. აი ესეთი ხელოვანებით არის სავსე ეს ქვეყანა. და მე მახსენდება ჩვენი სასიკადულო კომიკოსის აი ესეთი ერთ-ერთი გამოსვლა იუმორისტული, აი სწორედ აი თენგიზ ჩანტლაძის ის არის ეს კომედიური ჟანრის სკეჩი, ანუ ბატონი თენგიზ ჩანტლაძე ფაქტობრივად განასახიერებს აი აქ პაატა ბურჭულაძეს. მე დიდი ხვარწლი მიმიძღვის ჩვენი ხელოვნების განვითარების საქმეში. ვისაც ჩემი ხავერდოვანი ხმე, ვისაც ჩემი ვილვეთოვანი თემბრი მოусმენია, მას არ შეუძლია დაივიწყოს ჩემი დიდი შემოქმედება. ხანაგებო, უნდა გამოგიტყდეთ იგო შემთხვევები, როდესაც მე თან ვმღეროდი, თან ორკეს დირიჟორობდი და თან ადგილზე ვცეკვავდი. ღვარძლით, დიახ, ღვარძლით სავსე არის ეს მოქმედებები, მეგობრებო და აი ამიტომაც არის სავსე, რომ ჩვენი აი ეს თვითონ გარემო არის ასეთი. ესე იგი მსახიობები არიან ნარკომომხმარებლები და ნარკოტიკების რეალურად უკეთებენ რეკლამირებას. აი ბოლო ფილმები ნახეთ, ქართული ფილმები. აი ეს განსაკუთრებით პოპულარული იყო ჩვენში ჩემი ცოლის დაქალები, ხო? ყველა სერიაში თითქმის აი დააკვირდით პლანს ეწევიან ისინი, რა. მომაწევინე პლანი, ესე იგი პლანის რეკლამირება კეთდებოდა ამ ჩემი ცოლის დაქალების. ბოზობის რეკლამირება და ნარკოტიკის რეკლამირება. ახლა პლანი ზოგიერთ შეიძლება სასარგებლო გორი ეგონოს და პლანი არის, ანუ ნარკოტიკი, ხო? აი ესეთი საზოგადოება შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აი ესეთი ხალხი, ამორალური ხალხი შექმნა. ვისი აკეთებს დასაყრდეს? ნანუკა შემოვიდა გამოძიების დროს, შემოვარდა 2 ოპერატორით,
გადამიღო? ციხეშიც მოხვდით, იმიტომ რომ ნანული ჟორჟოლიანს ყოლოდა მანქანა. სააკაშვილის რეჟიმის დაზარალებულების მიერ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ნაამბობი ისტორიები საჯარო მტკიცებულებაა იმისა, როგორ იქმნიდნენ პირად კომფორტს რეჟიმის მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები სხვისი უბედურების ხარჯზე. ეს არის ირაკლის პირველი საჩუქარი. მაჩვენე აგული. გულია, ძვირფასია. ზოლოტო იბრილიანტი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები გააფთრებით ცდილობენ არა მხოლოდ მითვისებული ქონების შენარჩუნებას, არამედ ამ კომფორტის ხელახლა განცდისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას. როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჩამორთმეული მანქანა დადიოდა მაშინდელი სოდის უფროსი ერეკლე კოდუა, საბა კოდუას მამა და იმიტომ რომ მე მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, მე ვიყავი იმ მანქანაში. ნანუკა ჟორჟოლიანი აქ აღიარებს, რომ სოდის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მიერ კონკრეტული ბიზნესმენისთვის ჩამორთმეული მანქანით გადაადგილდებოდა. სწორედ მას ეკუთვნის ერთ-ერთი ფონდი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბოლო წლებში რადიკალიზმის დაფინანსებით იყო დაკავებული. ნანუკას ფონდი, როგორც მისი დამფუძნებელი ამტკიცებს, ქველმოქმედებისთვის შეიქმნა 2020 წლის მაისში. უკვე 2020 წლის ოქტომბერში კი საპარლამენტო არჩევნების წინ ნანუკა ჟორჟოლიანს ნაციონალური მოძრაობისთვის ორჯერ აქვს შეწირული თანხა, საერთო ჯამში 50,000 ლარი. ფაქტია, ფონდის შექმნამდე ჟორჟოლიანს პოლიტიკური შემოწირულობა გაკეთებული არ აქვს და ბუნებრივია არსებობს ეჭვი, ხომ არ სჭირდებოდა მას ფონდის საქველმოქმედო პროფილით შენიღბვა რადიკალური ოპოზიციის აქტივობების დასაფინანსებლად. 2022 წელი ხატია თურქეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. მას ჩვენი გვერდში დგომა ძალიან სჭირდება. ამ კითხვებზე პასუხს ყველაზე უკეთ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისივე პოსტების წემს. 2024 წელი. მეგობრებო, მოვიდა დრო, ისევ გთხოვოთ ფონდში თანხების ჩარიცხვა. დანაზოგი გვაქვს, მაგრამ 1000 აირწინაღი ვიშოვეთ. ვიყიდით და უკვე ნელ-ნელა შევსებაა საჭირო ანგარიშების, რომელიც კომენტარებშია. სად იხარჯება თქვენი ფული? დეტალური ანგარიში აპინული მაქვს. ასე იქცა ეგრეთ წოდებული საქველმოქმედო ფონდი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის რადიკალური აქციების დაფინანსების წყაროდ და ალბათ სწორედ ამიტომ გააღიზიანა სისხლიანი რეჟიმის მთავარი არქიტექტორი გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით ნანუკა ჟორჟოლიანთან ჩატარებულმა ჩხრეკამ. ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან, იმიტომ რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების. ნანუკა მაგრად დადექი. ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებები. ამას ებრძვიან სინამდვილეში ქოცები. საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი ის ადამიანი რომ ხდება, რომელსაც დახმარება უფრო სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი ალტერნატივად უკვე შემოყვანილია. უბრალოდ ხელისუფლების მყარბან პოზიციამ ჩაკეტა ეს რისკი. და მიხეილ სააკაშვილი არის იზოლირებული. საგამოძიებო მოქმედებების ადრიანად დაწყებამ შესაძლო მტკიცებულებების განადგურების შანსი შეამცირა, რასაც მოჰყვა რადიკალიზმის წამხალისებელი ფონდების ხელმძღვანელებისა და მათი მხარდამჭერების ხმაურიანი პოსტების სოციალურ ქსელებში. აირა სარგებლობა მოაქვს დილის 7 საათზე გაღვიძებას. 9 საათი არ იყო რომ მოვიდნენ. დილის 9-ზე შეუვარდნენ ჩხრეკაზე ნანუკა ჟორჟოლიას. ამ ქვეყანაში გვიანობამდე ძილიც კი დანაშაული გახდა. არსებობდა შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმისათვის რომ კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩატარებულიყო ჩხრეკა, პოლიცია იყო იმ რაოდენობით მობილიზებული, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხო ჩასატარებლად. დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელების სახლებში ჩხრეკა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 29 აპრილს ჩატარდა. გამოძიება პროკურატურამ 2025 წლის თებერვალში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო. ეს ადამიანები, რომლებიც ბინებშიც ახლა ჩხრეკა ატარდება, იმუქრებოდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობით, ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ მოწოდებებს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების
დამხობის და ძალადობრივი აქციების დაფინანსების მხრივ. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ხუთივე, ანუ ყველა ის ფონდი დააყადაღა, საიდანაც აქციაზე გამოსაყენებელი პიროტექნიკა, რადიკალური მოქმედებებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ამავე აქციებზე დაკავებულების ჯარიმები ფინანსდებოდა. შედეგად მდიდარი NGO-ები და რადიკალური ოპოზიცია შიდა პოლიტიკური პროცესების სამართავად თანხების მობილიზებას ვეღარ ახერხებენ, რაც მიმდინარე აქციებზე შეკრებილი ხალხის რიცხოვნობას და აქცევას საგრძნობლად დაეთყო. როგორც ჟანგბადი, ახლა ისე სჭირდებათ მათ რაღაც ახალი, ასე ვთქვათ, დაფინანსება, რომ როგორღაც შეძლონ აი ამ მინავლებული, ესე იგი, საპროტესტო მუხტის კვლავ როგორღაც რეანიმირება. ფონდების დაყადაღების გამო რადიკალები რევოლუციისთვის თანხებს ქვეყნის შიგნით ვეღარ აგროვებენ და როგორც პრანკერების მახეში გაბმული მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტის ვიდეო ინტერვიუდან ირკვევა, თანხების ქვეყნის გარედან მიღებაც უჭირთ, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ადმინისტრაციით და ევროკავშირით უკმაყოფილოა. ევროპელები ძალიან ნაჭიანურებენ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ სამთავრობო პროგრამებისთვის სანქციების შედეგად შეჩერებულ თანხას სამოქალაქო საზოგადოებისკენ მომართავდნენ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მომხდარა. USAID-თან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან ფინანსური, პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა ჰქონდა. განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ეს ყველაფერი გართულდა. პრანკერების მიერ მახეში გაბმული ეს ადამიანი უჩან ანუაშვილია, დაყადაღებული ფონდის ადამიანის უფლებათა სახლის ხელმძღვანელი და ადამიანის უფლებათა ცენტრის დამფუძნებელი, რომლის გამგეობის წევრიც ახლა მისი შვილია. მის მიერ დაფუძნებული ფონდის პარტნიორებს შორისაა ამერიკის საელჩო, USAID და NEDI, ასევე ის NGO-ები, რომლებმაც პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები საჯაროდ გააპროტესტეს. გმობთ 25 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ შრეკას. დიდარი NGO-ების ეს რეაქცია ბუნებრივი იყო, რადგან იციან, რომ ფონდების დაყადაღების გამო გარე დავალებების შესრულებას და თბილისური მაიდნის ორგანიზებისთვის თანხების შეგროვებას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ ხავს ეჭიდებიან. საქართველო აჯანყდი! აჯანყდი! უკანასკნელი ხავსი კი პარტია თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აღმოჩნდა, რომელიც რადიკალიზმის წამხალისებელი და დაყადაღებული ფონდების საქმიანობის მემკვიდრე გახდა. დღეს ვქმნით თავისუფლების ფონდს, რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან. თანხების შეგროვებისთანავე ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ეს ფონდი არის იმისათვის, რომ უსამართლოდ დაკისრებულ ჯარიმების ტვირთი შეუმსუბუქოს ადამიანებს. 5-ს დააყადაღებენ, 50 შეიქმნება. 50-ს დააყადაღებენ, 100 შეიქმნება. თავისუფლების ფონდის დამფუძნებლის პარტიაში ღიად ამბობენ, რომ ეს ფონდი გააგრძელებს იმ საქმიანობას, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ 5 ფონდი დააყადაღა. რადიკალები და მათი პატრონები ახლა ფსონს ახლად დაფუძნებულ თავისუფლების ფონდზე დებენ, რომლის დამფუძნებელსაც აქვს მაგალითი, რომ დანაშაულის ნებისმიერი ფორმით წახალისება ნიშნავს დანაშაულის თანამონაწილეობას და ის საქველმოქმედო საქმიანობით ვერ ინიღბება. თეატრში სპექტაკლებზე მიხვალ და სექსებით მიდის. ასოები უკავიათ ხელოვნური იმაში, რა ქვია, პირში. და სიმღერას მღერიან, სადაც ილანძღებიან, ითათხებიან. ესე იგი, საქართველოს სახელით გავიდა ქალბატონი მარიამ შენგელია და ესე იგი, იქ განაცხადა, რომ ჩემი ისაო კუმირი არისო, კონჩიტაო ეს ტრანსგენდერი ადამიანი. მე ინტერვიუ ჩაწერა, აი გუშინ რამდენიმე გადაცემის წინ თქვი, რომ შეიძლება მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მიუღებელია პროპაგანდირება აი ამ ყველაფრის და ქალი გამოვიდა და სიმღერა იმღერა თავისუფლება, სადაც მე რო დაამთავრა, მიყვარხარ საქართველო და ჩემთვის საქართველოა პირველი და აგერ ინტერვიუში ნახეთ რა განცხადებას აკეთებს ეს ქალბატონი. Okay. First, money. Second, the success. And third, the health. That's my answers. ესე იგი, ჩემი დაუსვეს კითხვა, თქვენი ოცნებებიო, თქვენი მიზანიო, პირველი ფულიო, მეორე ჯანმრთელობა, მესამე წარმატებები.
სადმე ამ სამ მიზანში საქართველოს ახსენა? მართლა რომ გაგაჩნდეს ეს მიზნები, შეიძლება ფიქრობდე, მაგრამ რაღაცა როცა ტელევიზია გეკითხება, იქ საქართველოს არ უნდა ახსენო, ოჯახი, რაღაცა გავიგე რომ ყველას არ არსებობს ადამიანი მატერიალური კეთილდღეობისკენ არ მიისწრაფოდეს, ბუნებრივი ეს არ არის დასაძრახი, მაგრამ რაღაცა გამოდიხარ საქართველოს სახელით რა, რაღაცა სამშობლოს თუ მღერი ხარ და სამშობლოზე აქცენტს აკეთებ, იქ სადღაც სამშობლო სადღაც ხომ უნდა მოიძებნოს ამ ყველაფერში, მეგობრებო, ხო? გაუგებარია ეს ყველაფერი და აუხსნელიც არის სიმართლე რო გითხრა და მე არ ვიცი. აი ესეთი ადამიანები რომ არსებობენ, აი ამიტომაც მიდის ჩვენი საქმე კარგად. და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ კიდე რომ აი რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხო? იცით, დღეს კიდე ვინმე აი ამ მარკო რუბიოს განცხადების მერე თუ იტყვის, რომ რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთო, ის არის ჩამოყალიბებული ავანტყოფი. მეტი რა გითხრას ამ ამერიკამ, გაგინებს, გლანძღავს, გაფურთხებს, შენ მტრებს აფინანსებს, სამელს ელჩი საფრანგეთის და გერმანიის მიდის, ვიღაცასთან ხო უნდა გქონდეს უთვე, თუ რა გონიათ ამერიკის წინააღმდეგ მარტო საქართველოს გაუმკლავდება? მაინც მივალთ ამ რუსეთთან და მუხლის ჩოქებით რატო უნდა მივიდეთ? არ ჯობდა აქამდე მივსულიყავით რუსეთთან. ეხლა რუსეთთან შენ როდესაც ამერიკა პანჩური ამოგარტყა, ხო? ეხლა ვერ მიხვალ წელში გავართული ისე. მაგრამ გვიან ვიდრე არასდროსო და ეხლა მაინც მივიდეთ. მაგრამ ჩვენში ხდება ყველაფრის დისკრედიტაცია. ყველაფრის განადგურება. მაგალითად იმ ძველ პერიოდს გამოიყვანენ რაღაცას შავბნელ წარსულად. ეხლა იაგო ხვიჩია არ არის უჭკუო კაცი და მთელი ეს გადაცემების ციკლი, რომელიც არის საქართველოს დაბადება, ემსახურება იმას, რომ აი გენერალური ხაზი, წითელი ხაზი და ეს აი მე მიმაჩნია ზოგიერთი ეს ადამიანი, აი კუკლებად, რომლებსაც იყენებენ და აი ალაპარაკებენ იმას, აი ის რომ აი რა ცუდი ცხოვრება იყო, მაგალითად თბილისის დინამოს ფეხბურთელი ლაპარაკობს, რომ აი მე ხელფასი ცოტა მქონდა, იქ მსახიობი ლაპარაკობს, დაფასება არ მქონდა, იქ ეს იგი თურმე ყველაფერი ცუდი იყო, რაღაცა კარგი არაფერი არ ხდებოდა და ეს თავიანთი აი ამ მიზნის განხორციელებაში გამოყენებადი ხდება, ამ ადამიანების გამოყენება ხდება. თურმე ყოფილა ცუდი ყველაფერი იმ საბჭოთა ეპოქაში. არაფერი კარგი არ ყოფილა, გესმით თქვენ? ეხლა ამ ხას იმიტომ ატარებს ეს კაცი, რომ კაცი იძახის ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩიო. და მე მეწოდება ის ხალხი, ერთ-ერთი სხვათა შორის ცნობილი პიროვნება იმ საბჭოთა ეპოქაშიც მუშაობდა და რო შევთავაზე რაღაცა გარკვეულწილად პოლიციის დაფიქსირება არაო ჩვენო იქ მივდივართო და რაღაცა არც მინახე, ყველა მიხვდება რაზეც არის ლაპარაკი და გამგები გაიგეს, ის პიროვნება მაინც მიხვდება ამ ყველაფერს და კუკლებად რო გიყენებენ თქვენ საცოდავებო, თქვენ აი ამ ხალხს მინდა მივმართო და სამარცხვინოები რო ხართ, ჩვენ მაინც არ გვახსოვს ის პერიოდი, ხა მე ვერ რა, გასაგებია ყველა ეპოქას აქვს თავისი გარკვეული რაღაცა მინუსები. არავინ არ იძახის, რომ იმ საბჭოთა ეპოქაშიც რაღაც მინუსები არის, იმიტომ რომ მაგალითად ყველას უნდა ეცხოვლა თანასწორად და შეუძლებელი იყო, რომ ეხლა ადამიანს ისე რაღაცა 10 ბინა ქონოდა და 30 მანქანა ყოლოდა, მაგრამ ამასაც ქონდა თავისი პლუსი, რომ გაღიზიანება არ მომხდარიყო საზოგადოების და ყველა ყოფილიყო თანასწორი. რა არის აქ ცუდი, მე ვერ ხვდები. ეხლა რომ აგერ ერთი მეზობელი სიტყვაზე უკეთური გზით რომ მილიარდერია და მეორე მშიერი კვდება, ეს არის კარგი აბა? და მე ამიტომ ვიძახი, რომ ყველაფრის დისკრედიტაცია იმიტომ ხდება იმ საბჭოთა ეპოქის განსაკუთრებით, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა არ დავიწყოთ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრე არის სწორედ რუსეთი. და ეხა შემხვდა ერთ სოციალურ ქსელში ესეთი რგოლები, ეს სამარცხვინო არის, ვინ იღებს ამ ყველაფერს, აი თქვენ თვითონ გასაჯეთ რამხელა მასშტაბის აფიორასთან გვაქვს საქმე. В СССР нельзя было быть красивым, потому что красота — это вызов, а вызов — это угроза системе. Ты красивая, значит слишком яркая, значит выделяешься. А если выделяешься уже подозрительное, тебя начнут ставить на место. Косметика только по случаю, и то если достанешь. Помада — позор, тени — разврат. Каблуки? А для кого нарядилась проститутка? Мужчина красивый, значит не настоящий мужик. Настоящий — это тот, кто в кирзачах, с перегаром и воняет потом. А если ты ухожен, то либо буржуй, либо что похуже. СССР боялся индивидуальности, поэтому красивая женщина — это угроза, это вопрос, это протест. Платья шили из штор.
Прически по инструкции. Мода с журнала, который выходил раз в полгода. Ты не могла быть собой. Только как все. Ты не должна была нравиться. Ты должна была работать. Ты не должна была блистать. Ты должна была молчать. Красота в СССР – это было преступление без статьи. Но с наказанием, насмешки, осуждение, коллективное фу. А теперь посмотри, как ты боишься надеть яркое. Как стыдишься помады. Как спрашиваешь у подруг, не слишком ли вызывающе. СССР закончился, а его страхи живы. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და Boxing Group Promotion-ი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიო კრივის ფედერაციასთან ერთად 24 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში წარმოგიდგენთ დიდ საკრივო შოუს. რეიტინგის ლიდერი ნიკა ბიგვავა WBF International ჩემპიონის ქამრისთვის 10 რაუნდიან ბრძოლაში უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ. ლევან ციკლაური, ხვიჩა გიგოლაშვილი, ამბროსი სუთიძე, გრატი მიგრიაული და სხვა გამორჩეული ქართველი მოკრივეები სოფლიოსარეიტინგო ბრძოლებში წარდგებიან. მოდი კრივზე, უქომაგეს საკუთარ ფავორიტს. ერთად დავწეროთ ქართული კრივის ახალი ისტორია. ეს უნდა იცოდე, ვინ უჭერს მხარს საქართველოში გარყვნილებისა და სოდომიზმის პროპაგანდას. 15-მა პარტიამ და მოძრაობამ ხელი მოაწერა მემორანდუმს და საჯარო პირობა დადო, რომ LGBT თემის უფლებების გაძლიერებისთვის ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებდა. იცნობდეთ საქართველოსა და ეკლესიის მტრებს. მემორანდუმში ვკითხულობთ.
თანხდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის შესაბამისი კანონშემოქმედებითი საქმიანობითა და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებით, ვიბრძოლებთ საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხრელად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დავიცავთ ყველა ადამიანის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. არ დაუშვებთ ჩვენი წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურ პროცესებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის წინაშე, სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. მემორანდუმს 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ესენია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნიკანორ მელია, ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია, სამართლიანობისთვის, ეკა ბესელია, ერთიანი საქართველო, ნინო ბურჯანაძე, სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე, გამარჯვებული საქართველო, ირაკლი ოქროაშვილი, ლელო, მამუკა ხაზარაძე, თავისუფალი დემოკრატები, თამარ კეკენაძე, პროგრესი და თავისუფლება, კახა ოქრიაშვილი, კანონი და სამართალი, თამარ ჩარკვიანი, რესპუბლიკური პარტია, ხათუნა სამნიძე, რეფორმერი, თორნიკე ჯანაშვილი, მოძრაობა დროა, ელენე ხოშტარია, გირჩი, იაგო ხვიჩია, გირჩი, მეტი თავისუფლება, ზურაბ ჯაფარიძე. საქართველო, სოდომიის გარეშე. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება, იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება, გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება, ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდნები დაუხერცი სრულიად საქართველოს პატრიარქი თავს შენდობას ყოველი ჩემი შესოდებისა მე შევწმო უფალს რომ უფალმა გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთ მომით ამ ბადგინოს ამ ძიმე ჟურით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა შემიდეთ მოპატიეთ
ერთმან შეგინდო თურმე აი ხა თურმე საბჭოთა კავშირში ქალი არ უნდა ყოფილიყო ლამაზი და რაღაც ასაცმელი საბჭოთა კავშირში რომ ქალი იყო ბუნებრივი და ლამაზი ამაზე არ ვიცი მე ბავშვი ვიყავი მაგრამ ეხა შეადარეთ სურათები დღეს ქალს რო აკოცო ბოდიში და ტუჩების მაგივრად ხელოვნური რაღაცა სილიკონები აქვს ჩადებული ადამიანს რო უყურებ ქალი კი არ არის სილიკონის არსება არის მკერდი სილიკონის ტუჩების სილიკონის უკანალი სილიკონის და საერთოდ ქალი სილიკონის არის და ესენი ეძახიან ამას სილამაზეს და მაშინდელ ქალს ეძახიან რომ თურმე არ შეიძლებოდა ქალი ლამაზი ყოფილიყო თურმე ჩაცმა არ შეიძლება აი მე სიდებილეს ეხლა მაშებია ბავშვებს ესე იგი აძლევენ ამათ საკენკს აყრიან და ზოგი ეხლა ამას რო უყურებს გონია რომ მართალი იყო აი ესეთი პროპაგანდა არის ეს ამერიკა აფინანსებს ეხლა ამ ყველაფერს და გათვალისწინებული ეს მთელი ყველა აი ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ეხლა რუსულ ენაზე ბევრი მეტყველებს ბევრი გებულობს და ეს თურმე მოისმინოს უნდა ყველამ რომ თურმე ვინც ვერ მოესწრო იმ ცხოვრებას იგებულობდეს ამას რომ თურმე ესე ყოფილა ცხოვრება ამ იდიოტების სახით თურმე ეს ბოზანდარა ქალები რო დარბიან რუსთაველზე და გინდა ეს დასავლეთშიც გინდა მარტო საქართველოში კი არა ყველგან ეს ყოფილა ქალი სილამაზე და მაშინ კვდევამოსილი ნორმალური ქალი არსება მართლა ქალი რო იყო ის ყოფილა ცუდი და თურმე ქალს არ შეეძლო ჩაეცვა დაეყურა და რაღაცა რა გესმით თქვენ დღეს ქალი მოდის გატიტულებული ერთ-ერთი რაღაც დაჯილდოვება იყო მისი რა ქვია მუსიკალური და აი ქალი გამოვიდა პარლამენტი რა ქვია ტრუსიკის ამარა ხალხო ტრუსიკის ამარა და ამას ეძახიან ესენი მოდას და მაშინ ეხლა გასაგებია მაშინაც ჩადრებით არავინ არ დადიოდა ქალები მაგრამ ესე ტრუსიკით არავინ არ გამოდიოდა სცენაზე ეხლა იმ დღეს ქართველი ქალბატონი მომღერალი იჯდა კაცო მას გიტარას უკრავდა და ბოდიში და ტრუსიკით იჯდა ვერ გავიგე მე მუსიკას უსმინო თუ იმას უყურო კაცო ანდა ეხლა სტუდიაში რომ იხვალ ქალბატონი ზის და ესე იგი ბოდიში და გახთილია და ისა და კაცები ვართ კაცო ჩვენც ვერ გავიგე და ესე იგი ჰიპოტენტებით რომ მოყავთ ის იმათვის გასაგებია პრობლემა არ არის მაგრამ კაცებისთვის ცოტა ის არის რა ქვია არც ის არის ნუ რაღაცა თლათ რაღაც კვარაკომფორტულ გარემოში ვარ ტიტვალ ქალთან ინტერვიუს რო ვამშვებით და ეს ყოფილა საზოგადოება გესმით ფეხები ესე იგი გადაფარჩხული ყველაფერი და ეს ყოფილა მორალურად სუფთა ეს ყოფილა ყველაფერი გესმით ეს ყოფილა სილამაზე რა და მაშინ როდესაც ადამიანი ადამიანს გავდა ქალი გაივლი და ქალი იყო ქალებს იმხელა ტატუები აქვთ მე არ ვიცი ესე იგი ზონაზე ნამყოფს გვანან რა ხვიჩაკვარაცელიას ყველაფერი სიკეთესთან ერთად იმიტომ ვცემ პატივს რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელია რომ ზოგიერთებივით იმას რა ქვია რომ სამხატვრო გალერეას არ გავს რო შეხედავ რა ერთ სტატუს ვერ დახავ მე სტატუს ეხლა რაღაცა მოგზალებულად ერთი სტატუს შეიძლება გაიკეთო მაგრამ რაუბედ რომ სტატუსი და ბოზობით რო უნდა ზოგს რაღაცა თავისი ინდივიდუალობის გამოვლინება დღეს საქართველოში ტელე გადაცემებში თუ გინდა მოხდე არ უნდა იყოს 9 ჯერ გათხოვილი 9 ჯერ ნახმარი 9 ჯერ იმას ხდილი და ეს ხდილი და ადამიანი კარგი პედაგოგი კარგი ინჟინერი კარგი მექანიკოსი ვერ მოხდება იქა ეს არ არის მისაღები გესმის მანდამაინც გადაცემაში იმან რა ქვია ჯაჯანიძემ უნდა მიგიწვიოს თუ კი ხარ მაგალითად ბოდიში და მეტრაკე კაცი თვითონ იძახის მეტრაკე ვარო და ის უნდა დაჯდეს და ილაპა როგორ და იმჭრელაჭრულა იმითი რა ქვია რაღაც ტანისამოსით და ნორმალური საზოგადოების აი ეხლა აი ბელორუსში ვიყავი აი ახტაცე ბიჭო აი ასე მეგონა რომ აი ქვეყანაში ნორმალური ადამიანი რა აღსანიშნავი რო არის ესეც რომ შეხედავ კაცია რომ ეგეც რომ გიკვირს უკვე ჩვენ ისეთ საზოგადოება შეგვიქმნა ამერიკამ რომ უკვე მაგალითად ქალი რო ქალია კაცი რო კაცია ეს არის მაგარი აღსანიშნავი ის რომ მაგალითად ქართულ სკოლებში რომ ქართული ენა დაბრუნდა ეს უნდა გვიხაროდეს იმიტომ რომ ამერიკამ აგვიგძალა
აი ესეთი საზოგადოება შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და აი ყველაფერს სისულელესთან ერთად აი ეს დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები თავის პროპაგანდისტული მედიასაჟი კიდე აი ავრცელებენ ესეთ რაღაცებს აი განახეთ აი რამხელა სისულელეებთან გვაქვს საქმე. В СССР нельзя было быть счастливым, потому что счастье — это личное, а личного в СССР не существовало. Ты не жил, ты исполнял план. Ты не любил, ты вступал в брак как положено. Ты не радовался, ты гордился за родину, за партию, за отчет в пятилетке. Ты не мог сказать «а мне хорошо», потому что рядом кому-то плохо. Счастье считалось эгоизмом, улыбка — подозрением, радость — роскошью. Тебе объясняли, что счастье будет потом. Вот построим коммунизм, тогда и порадуешься. А пока терпи, работай, стой в очереди, не выделяйся. Потому что личное счастье — угроза системе. Счастливый человек свободный, а свободный — опасный. Ты получал жилье и должен был быть благодарен. Ты рожал детей и должен был молчать о трудностях. Ты жил в сером, унылом мире, где любое проявление радости нужно было маскировать под патриотизм. Счастье в СССР — это кастрюля на плите, очередь за колбасой, путевка в Крым раз в 10 лет. Не потому, что ты этого хотел, а потому, что больше нельзя. И когда сегодня тебе говорят «в СССР люди были счастливы», ты точно уверен, что это было счастье, а не просто способность терпеть и называть это жизнью? აი ამერიკის დაფინანსებული რგოლები გვეუბნება ჩვენ რომ თურმე ბედნიერი არ იყო მაშინ ადამიანის საბჭოთა ეპოქაში. აი ეს ნაძირლები ვინც ეს გადაიღო. აი რამხელა ტყუის ეხა ამას ეხა ახალგაზრდა რომ მოისმენს ის ვერ მიხვდება თუ და ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის რომ გაუნათლებელი თაობა მოდის ამას რომ მოისმენს გადამოწმება არ უყვარს ამათ ხო მარტო TikTok-ი და ეს ეხა ეს TikTok-ში ტრიალებს ესა ის კი არ შეამოწმებს წაიკითხავს ამათ წაკითხვა ხო არ უნდა თქვენ ლოცვილებო რანაირად არ იყო ბედნიერი მაშინ ადამიანი უფასოდ აძლევდა სახელმწიფო ბინას უფასო ჯანდაცვა იყო უფასო განათლება იყო უფასო ბაღები იყო უფასო კვება იყო სკოლებში თითქმის და უფასო წრეები იყო სპორტის და დღეს მაინტერესებს რა არის უფასო ადამიანი ყველაფერში ფულს იხდის ადამიანი ცუდად რო გახდეს შეიძლება საერთოდ ბინა დაურჩეს გასაყიდი ხო და თურმე ბედნიერი როგორ შეიძლება არ იყო ამ ყველაფრის ვინმე მოგცემს უფასოდ ბინას ვინმე ჯანდაცვაში უფასოდ მოგემსახურება არის დაზღვევა კი ბატონო სახელმწიფო მაგრამ იმ ერთი ეხა აგერ ერთმა ადამიანმა აგერ ჩემმა მეგობარმა ხელი დაიწო 3000 ლარი გადაიხადა მაინც საავადმყოფოში 3000 ლარი ვის აქვს მაინტერესებს და ესენი თურმე ლაპარაკობენ რომ თურმე ეს ყოფილა ცუდი ის რაც იყო მაშინ და პირადი ბედნიერება და ისო რა ქვია ყირიმშიო წელიწადში 10 წელიწადში ერთხელ ყველა წელს ისვენებდა ადამიანი ყველა ნორმალური ადამიანი საბჭოთა მოქალაქე ყოველ ზაფხულს მიდიოდა ესე რაღაცოდი პუტიოკებს ეძახიან აძლევდნენ მიდიოდა ზღვაზე მთაზე ყველგან ისვენებდა ეხა მაინტერესებს გეკითხებით ბოლოს როდის დაისვენეთ თქვენ აი ეს მაგარი სასტუმროები რო არის ძირითადად იქ უცხოელები და ეს გაზულუქებული ქართველები არიან ვინა ნორმალური ესე ჩვეულებრივი სტატისტიკური ქართველი ვერ წავა მაგალითად იმ ვერ გადაიხდის $500 ერთ დღეში ვერ გადაიხდის $100 ეხა ვისაც სოფელი აქვს წავა სოფელში მაგრამ ბევრი ვერ აძლევს თავს უფლებას გუდაურში რო წავიდეს და ბაკურიაში ზოგ ერთმა გამოვიდა ჩამოდით ბაკურიაში გადაიხადე და ჩამოვალ ვიღაცებს რო მოუწოდებდა კიდე ვითომ ეხლა ამ ადამიანებს არ უნდათ იქ წასვლა. აი ესეთი საშინელი სიტუაცია შექმნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ესე იგი თეთრზე იძახიან შავიაო, შავზე იძახიან თეთრიაო და ჩვენ უნდა ამას მოусმინოთ. სიტყვის თავისუფლება არისო და ყველაფერს გვიხშობენ არხებზე და ეხლა აი ამერიკულ პროპაგანდასთან ერთად ამერიკაზე მინდა და აი ამერიკულ პოლიტიკაზე მინდა დაუბრუნდე და ეხლა თქვენ ნახეთ ეხა დაეწყობა დაშტამპული პოლიტიკოსები და ექსპერტები ეხა ნახე როგორ დაიწყებენ ესენი ამ რუბიოს განცხადების შემდეგ ამერიკის კრიტიკას ეხა იმ საცოდავმა ქალმა რო ნატაფერაძემ რო თქვა რო კითხეს 2012 წლამდე თქვენ სად იყავითო და მე მიქო იმითი სექსით ვიყავი დაკავებულიო აი მე მინდა ამ ექსპერტებს მინდა მიუმართო ეხა რო დაშტამპებული რო გამოვლენ იქა სხვადასხვა პრესკლუბებში და სხვადასხვა სად იყავით აქამდე რატო არ იღებდით ხმას ამერიკულ პოლიტიკაზე
ეხლა რომ მიიღეთ სიგნალი რომ მიდით ამერიკა იმას აქამდე სად იყავით რატო არ ამბობდით თქვენ რა პრემიერ-მინისტრი იყავით თუ საგარეო უწყების და უნამუსოები ხართ თქვენ 2012 წლამდეც და მანამდეც იყავით ყოველთვის კონფორმისტები და ჩვენ ყოველთვის 25 წელია ვლაპარაკობთ სიმართლეს რომ ამერიკა არის საქართველოსთვის ბოროტება და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა საჭირო და ეს ეხლა რომ დადასტურდა ეხლა ყველა ილაპარაკებს ამას მაგრამ გაწყობთ ეხლა ესეთი პოლიტიკოსები თქვენ გაწყობთ და ამიტომაც აქვს და ურეიტინგოები რო ხართ და არავინ თქვენ არ გისმენთ და მე მინდა ხელისუფლებას მივმართო იცი რა ხალხი დებილი არ არის და ესე ამ ადამიანების გამოყენება უკვე გამაღიზიანებელიც არის რა ტელევიზორში რო უყურებ ადამიანს რომელიც 9ჯერ 20ჯერ 30ჯერ იცulis კაცო პოზიციებს აღარ მჯერა იმისი რა მართალიც რო თქვას აღარ მჯერა და ამიტომაც მე მინდა ხელისუფლებას მოუწოდო რა აი ხა ძალიან ძიმე პერიოდი დაუდგება ქვეყანას და იცით რა არის ნორმალურ და პატიოსან ხალხზე გავაკეთოთ აქცენტი რა. ამ პოლიტიკურ პრასტიტუტკებს თავი დაალებთ რა. ძალიან აქ თხოვთ. იმიტომ რომ ამ პოლიტიკური მეძავეებით საქართველოს ნამდვილად ვერაფერს ვერ მიაღწევს. კარგად ბრძანდებოდეთ, ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა, შევხვდებით ხვალ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე.